ყველაზე გულახდილი გადაცემა ტყუილის გარეშე. დაბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში. ლუკაში არასოდეს არ გაცრ ეთერში შესვლა. არა უშავს. დაუთმეთ ერთბარეს გეძებანი ხასადაფულო ბაქში ჩაგაბარებ და მე სუმებით. მატარებ ხოლმე? კი, გატარა. კაი. და ეს არის სტუმრებს წარმოვადგენ, იმიტომ რომ საკუთრივ მრავალრიცხოვანი არმია შემოგვიერთდა ელენე მარგველაშვილი, ორგანიზატორი, ელენე ჟორჟოლიანი, ასევე ორგანიზატორი, კრისტინე ჩხაიძე, არტისტი, ნიკა ქუთათელაძე, ისიც არტისტი და კოტე კალანდაძე ჯგუფ Lady Heroine-ის სოლისტი. მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. ორგანიზატორი რომ თქვათ, ახლა რისი ორგანიზატორი? იარე ფეხით ორგანიზაცია, იარე ფეხით, რომელიც ხელს უწყობს და მხარს უჭერს უბრალოდ ფეხით სიარულს ქალაქებში. ხო, და იცავს ფეხით მოსიარულეების უფლებებს, ყოველ შემთხვევაში ცდილობს რომ დაიცვას. მოდი ვისაუბროთ პირველ რიგში თქვენი ორგანიზაციის შესახებ. და იმ პირველი ივენთის შესახებ, რომელიც გუშინ უკვე ჩატარდა წარმატებით. კი ბატონო. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა დაინტერესდით ამ თემით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თუნდაც მედიის ჩართულობა ქვეითების პრობლემების გადაწყვეტაში და ღონისძიებების გაშუქებაში. ჩვენ ვარსებობთ 2 წელია, ვიცავთ ფეხით მოსიარულეების უფლებებს სხვადასხვა მეთოდებით, ანუ გვაქვს საგანმანათლებლო პროექტი გქონდა ერთი, ვაპროტესტებთ ისეთ პრობლემებს, როგორც არის მაგალითად ტროტუარზე პარკირება, რომელიც არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის დაშვებული. ტროტუარზე მოძრაობაც გვაქვს ჩვენ სამწუხაროდ, არა მარტო პარკირება. თან მოძრაობა იგივე სიჩქარით, რაც ტრასაზე შეიძლება იყოს. ანუ რეალურად გარდა იმისა, რომ როგორც მედია საშუალება მხარს უჭერთ ამ ყველაფერს, მე მგონი თითოეულ ჩვენგანს შეგხვებია ვლაპარაკობდით კიდეც. როდესაც ბავშვი გაყავს სასეირნოთან სადღაც გადავაადგილდებით და რაღაცა მონაკვეთი ფეხით უნდა გაიაროს, შეუძლებელია რაღაცა შვიდაც ბავშვს გაუშვა ხელი და ხო, მithumetes ცენტრალურ ქუჩებზე მაგალითად ჭავჭავაძეზე, აბაშიძეზე საკმაოდ ვიწრო ტროტუარია და ამ ვიწროზეც კი მონიშნულია მანქანებისთვის ადგილი. რეალურად მოსიარულეთათვის ნამდვილად ადგილიც კი არ არის რომ შვიდად გაიარო და ლიტერატურის ბლოკის წამყვანი ჩვენი პაატა შემოგია თქვა წეღან ყვებოდა რომ ტროტუარზე დაეჯახა კინაღა მანქანა და დაადანაშაულა პაატა ცხოლმა. ჩვენი მთავრობის მიერ ჩვეულებრივად გამართლებული არის ტროტუარზე პარკირება, ანუ იმ მონაკვეთი ტროტუარისა, რომელზეც მანქანები აყენია დღეს და რომელზეც სიტი პარკი უშვებს პარკირებას არ განიხილება როგორც ტროტუარი კანონის მიხედვით. შესაბამისად, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ შეეწინააღმდეგები და ჩვენ ვცდილობთ რომ ზუსტად რაღაც ეს პლატფორმა ვიყოთ, რომელიც შუამავლებს მოქალაქეებსა და მთავრობას შორის და ამიტომ გავაკეთეთ ზუსტად ეს პროექტი. ვეცადეთ ჩაგვერთო ჩვენი საზოგადოების ყველაზე კრეატიული ხალხი და მათ მეშვეობით 3 ისეთი პრობლემატური საზოგადოებრივი სივრცე, ეს არის უნივერსიტეტის ქუჩა 2, ვაკის პარკი და პეკინი მიცკევიჩის კვეთა, იქ არის ზებრა გადასასვლელებს შორის არსებული. ეს უნდა მეთქვა, ძალიან დიდი მანძილი გიწევს რომ შუა ტრასაზე იარო. პეკინი ზუსტად მიცკევიჩის კვეთაზე. დიდი მანძილი. ხო, აქ არის ზებრა გადასასვლელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ჩვენი ქვეითებისთვის, იმიტომ რომ მცხოვრებლებმა არ იციან რომ უნდა დაუთმან ქვეითებს, ქვეითებმაც არ იციან რომ მათი უფლება არის რეალურად გადაიარონ ზებრა გადასასვლელზე. გუშინ გაიხსნა პირველი ინსტალაცია, რომლის ავტორიც არის ნატო ბაგრატიანი, კრისტინე ჩხაიძე და ნიკა ქუთათელაძე, ჩვენი გამარჯვებულები. ანუ რაღაცა კონკურსი ჩატარდა და კონკურსი ამ 3 საზოგადოებრივი სივრცის გარდაქმნაზე და გუშინ გავხსენით პირველი ინსტალაცია. პარასკევს 4-6 საათზე ვაკის პარკში გაიხსნება მეორე ინსტალაცია, რომელიც ეკუთვნის კრისტინე ჩხაიძეს. ვაკის პარკიც მოგეხსენება ძალიან პრობლემატური ტერიტორია იყო და ბევრი საუბარი იყო ეგ ხეების მოჭრაზე, გასხვისებაზე ტერიტორიების. დაუკრავს კოტე კალანდაძე, ჯგუფი Lady Heroine-დან და მეორე დღეს ნიკას ექნება გახსნა უნივერსიტეტის ქუჩა 2, მაღლივის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ მუშაობის პროცესში აღმოაჩინეთ, რომ ეს ტერიტორია გაასხვისა ეკონომიკის სამინისტრომ. როდესაც შეიძლება და მთავრობას ეს ტერიტორია ექცია ძალიან კარგ სტუდენტურ სივრცეც და რა ვიცი, აი ვეცადეთ რაღაცნაირად ჩვენი აზრი გამოგვეხატა, გაგვეპროტესტებინა. ინსტალაციებზე ვისაუბროთ კონკრეტულად, ხო? არტისტები როგორ არიან ჩართულები ამ რას გულისხმობს? მოდი არტისტებს ვკითხოთ თვითონ, იმიტომ რომ უფრო კარგად აგვიხსნიან. მოგვიყევით. ამ პროექტის შესახებ ან გავიგე ინტერნეტში, ძალიან შემთხვევით წავაწყდი და დავინტერესდი, შემდეგ გავეცანი პირობებს და აღმოჩნდა რომ იყო კონკურსი 3 ლოკაციაზე და ეხებოდა აი ამ პრობლემებს, რაც ელენემ თქვა.
ანუ რეალურად თქვენ უნდა შეგეთავაზებინათ რაღაცა ალტერნატივა, გამოსავალი, ესე ვთქვათ, როგორ უნდა? არა, გამოსავალი, ანუ თემა იყო თავისუფალი, ჩვენ შეგვიძლია გვერდჩია რაც გვინდოდა ის, მაგრამ პრობლემა შეიძლება პრობლემა წამოგვეწია წინ და არა გამოსავალი, ან ნებისმიერი თემა რაც შეიძლება ამას ეხებოდეს. საქართველოში მართლა ძალიან დიდი პრობლემაა ამის და მე არ ვცხოვრობ საქართველოში და იქ უფრო ევროპაში უფრო მივხვდი რამხელა პრობლემაა, იმიტომ რომ ბრუნდები რაღაცა გარკვეული დროით, მე კარგად ხვდები რომ ვერ გადიხარ ქალაქში. არა, ბრუნდები კი არა, იქაც უკვე იმდენი შენიშვნა და ის ანუ ეს ზებრაზე რო ჩერდებოდი, ჯერ მანქანებს უშვებდი და მე გადავდიოდი და ყველა მეუბნებოდა რომ გადადიჩქარა რომ გავიარო, ხო გავიარო და მან მივხვდი რომ თურმე ეს ჩვენი გზაა. ინსტალაცია უკვე როგორი ფორმის და სახის იყო, ანუ რა? ანუ სამი ლოკაცია იყო, ერთი იყო ვაკის პარკი და რადგანაც რაღაცა არასტანდარტულის გაკეთება მინდოდა, ვაკის პარკი მაძლევდა იმის საშუალებას რომ გამეკეთებინა. ან ბევრი საშუალება იყო წყალი, ხეები, მიწა, რაღაცა კიბეები და გადავწყვიტე რომ რაღაცა წყალში გამეკეთებინა. თან წინა პროექტიც ვაკის პარკში გავაკეთე და რაღაცნაირად თემატური იყო, თან სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. ანუ ჩემი იდეა არის ეკოლოგიური და რა თქმა უნდა ფეხით მოსიარულეს არა მარტო ზებრა და ჩვენთან შედარებით აღარ მოგვიკითხავს და აღარ გაგვიშუქებია დიდი ხანია ეს ვაკის პარკის პრობლემა. რა ხდება? შენდება ის ასე რა ხდება და თუ გახსოვთ პარტიზანი მებაღეები? არა, ეს ისინი დღემდე იქ არიან, ისინი დღემდე იქ არიან და ჩვენ უნდა მომადლოდეთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მორიგეობით რჩებიან ისევ კარვებში და ესენი რომ წავიდნენ, დაიწყებენ მშენებლობას. ანუ მორიგეობით რჩებიან და უშლიან რეალურად ბერკეტი ამჟამად არის პარტიზანი მებაღეები. ამ თვითონში დაუბრუნდეთ ის იდეას. ხო. ანუ ჩემი იდეა ხო ეკოლოგიურია და ძალიან ლოგიკურად უკავშირდება ვაკის პარკს. რავი რა როგორ არ ვიცი უნდა მოხვდეთ და ასე ვერაგეს დავამატებ უბრალოდ რომ ვაკის პარკმა მოგცა საშუალება ამ სამი ლოკაციიდან განსხვავებით რომ კარგი ღონისძიება გაგვეკეთებინა იქ და გექნება რაღაცა კაფე ბაუჰაუზი მოიტანს თავის რაღაც გამოგრებულ სასმელებს იქნება ჩვენი სტენდი სადაც საინფორმაციო ბუკლეტებს მათი ნამუშევრების თემატიკაზე დამზადებულ სტიკერებს დავამზადე ვიცი ჩვენს მონაწილეებად ვაშუქებ და დაუკრავს ბენდი ანუ ღონისძიების მხრივად ძალიან საინტერესოა და მე ყველას ვურჩა მოვიდეს ნახოს ინსტალაცია პარასკევს 6 საათზე, ანუ ახლა 4-ში. კი ბატონო. გავაგრძელოთ დანარჩენი მონაწილეების ინსტალაციებიც არის საინტერესო. ჩემ შემთხვევაში ანუ იდეაში ინფორმაცია მეცაგრე მივიღე ინტერნეტის საშუალებით და მე ანუ ეს პროექტი რასაც ახლა ვაკეთებ, გავაკეთე 2013 წელს გარიყულაში ფესტივალზე. უბრალოდ აქ არის აბსოლუტურად სახეცვლილი და რაც შეეხება თვითონ თემატიკას იმ პრობლემებს რომელზეც მუშაობს ორგანიზაცია IRF-ით იდეაში ნაკლებად ეხმიანება, მაგრამ ანუ მუშაობის პროცესში დაემთხვა ისე რომ ეროვნული გამოცდები ამაღლებში არის უამრავი ხალხი, მშობლები, სტუდენტები და იმდენად დიდი ჩართულობა არის თვითონ ჩემ მუშაობის პროცესში, რომ აი ყოველ დღე მუშაობის პროცესში ხვდები, რომ აი აბსოლუტურად ჩაჟდა თემაში არა, აი იმ კონცეფციაში აზრში რაც ატარებდა ეს კონკურსი რა. ძალიან საინტერესოა პირველად მუშაობ გარეთ, პირველად მიწევს აბსოლუტურად უცხო ხალხთან შეხება, რომლებიც საერთოდ ანუ შორს არიან იდეაში მსგავსი რაღაცეებისგან, არის რაღაცა მე როგორც ხვდები ეს არის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს შემთხვევაში უნდა ნახო რაღაცა მოსაყოლად ძალიან რთულია ალბათ. რა თქმა უნდა. რომ მოხვიდე იარო ფეხით და ნახო მე. თქვენი ლოკაცია რომელი არის და მე ორგანიზატორი. ორგანიზატორი ხართ. მე მეგონა რომ ერთ-ერთი გამარჯვებული იყო. ორი გამარჯვებული ყავდა მხოლოდ სამი ყავდა სამწუხაროდ დღეს მხოლოდ ორმა შეძლო. გასაგებია. თქვენ როგორ მონაწილეობთ? მე ჩაკოს სადაც მე ვარ. ხო, თან მაინტერესებს როდის დაუკრავთ თქვენ, ანუ მე ხვალ ჩემს დავუკრავთ აი კრისტინეს პროექტის გახსნის, ნუ მაგ პერიოდში. ხო, ხო, ეს თქვა დავამშვენებთ კრისტინეს იმას. როგორ მოხდა თქვენი ჩართვა ზოგადად ამ პროექტში? იმ იდეების გაზიარებით მოხდა, რაც მეც ახლა ქვეყნის მოქალაქე ვარ, მეც შესაბამისად მეხება ეს პრობლემა.
ну, კერძოდ ახლა ქვეითებზე მინდა ვილაპარაკო, ქვეითთა უფლებებზე. იმიტომ რომ მეც აი ბავშვის თემა ახსენეთ, მეც ბავშვი მეძდება, მეც დავდივარ ქუჩაში, მეც მიყვარს ჩემი ქალაქი, მაგრამ ნამდვილად ვერ ვგზნობ ჩემ აი რომ ქალაქსაც უყვარ. ხო, რომ რაღაცა მძღოლებთან შედარებით რაღაცა უფლება მეც მაქვს. პირიქით იგივე ზებრას გადასასვლელი არის ძალიან მტკივნეული თემა, ძალიან საშიში რაღაც მხრივ, იმიტომ რომ სანამ გადავალ იქ მიწევს. მიუხედავად შეიძლება ფეხით მოსიარულე მიცოდეს რომ მისი გზაა, როდესაც ზებრა, მაგრამ შეიძლება მძღოლმა არ იცოდეს უბრალოდ არ გაიგოს. აღარ არის დრო. რეალურად ეს პარკინგი არის ტროტუარზე გაკეთებული. ეს მანქანა რაღაცნაირად ხო უნდა გავიდეს გზაზე და ერთადერთი საშუალება რომ ამ ტროტუარის ფეხით მოსიარულე გაუაროს და ისე გავიდეს გზაზე. სამწუხარო ფაქტებიც არის ისეთი, როდესაც ადამიანები გადადიან ისეთ ადგილებში, სადაც არ შეიძლება გადასვლა და ძალიან სულ ფაქტები ხდება რუსთაველის. ერთ-ერთი ნაწილი არის, ვთქვათ, მათ ვასწავლოთ. ჩვენი გაიცემს ამ ნაწილის განყოფილი როგორც უფლებები. ამოიწურა ჩვენ სიმღერაც უნდა მოვისმინოთ, ასე რომ ძალიან მოკლედ მინდა სამომავლო გეგმებზე კითხოთ, აპირებთ თუ არა მსგავსი აქციების მომავალში გაკეთებას. ძალიან მოკლედ. რა თქმა უნდა, გვინდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი დაინტერესება იყო ამ პროექტიდან, ხატრებისგანაც, ხალხისგანაც ძალიან ბევრს დაინტერესა და მე მგონი ძალიან კარგი პროექტი არის, თუ გაგრძელდება ეს ყველაფერი და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. საჭირო ცნობიერება ავამაღლოთ საზოგადოების როგორც ქვეითად მოსიარულეების, ასევე მძღოლებისაც. სანამ პარასკევს მოხვალთ ვაკის პარკში საღამოს 6-ზე, მანამდე საშუალება გაქვს რომ ჩვენ სტუდიაში მოვუსმინოთ მუსიკას. თემატური ხომ არ არის? აი ამ სიმღერას. თემატური ხომ არ არის? თემატური კოსმოსია ეს. კარგი. ეს არის დევიდ ბოვის სიმღერა, რომელიც 45 წლის წინ დაწერა. და ამ სიმღერას დავუკრავთ პარასკევს, ოღონდ შეერთებულ მდგომარეობაში. დღეს ისე დემოს შემოგთავაზებთ. Ground control to Major Tom. Ground control to Major Tom. Take your protein pills and put your helmet on. Ground control to Major Tom. Commencing countdown, engines on. Check ignition and may God's love be with you. This is ground control to Major Tom. You really made the grade. And the papers want to know who shot you were. And it's time to leave the capsule if you dare. This is Major Tom to ground control. I'm stepping through the door, and I'm floating in the most peculiar way. And the stars look very different today. For here am I floating around my tin can, far above the swamp. Planet Earth is blue, and there's nothing I can do. წარმატებები. პარასკევს 6 საათზე პირველ რიგში ვაკის პარკში, შემდეგ უკვე მაღლივთან შაბათს 4 საათზე. დიდი მადლობა წარმატებები და ბევრი ადამიანის ჩართულობა თქვენს ესეთ მნიშვნელოვან პროექტებში. 31 ივლისამდე ყველა შეიძლება ნახოს ამ ღონისძიებების გარეთაც ეს ნამუშევრები იდგება ერთი თვის განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები.